წარმოიდგინეთ საქმის საქაღალდე, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. 1995 წელს, როდესაც გამომძიებლები შევიდნენ სოლიკო ხაბეიშვილის ოფისში ფონდ დემოკრატია და აღორძინებაში, მათ იპოვეს რაღაც, რაც ყველა ოფიციალურ ანგარიშზე წინააღმდეგებოდა. ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა $10 მილიონ დასავლური დახმარებიდან, ბიზნესმენების შემოწირულობებიდან, საიდუმლო ტრანზაქციებიდან. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ დოკუმენტებში ბოლო 3 თვის ჩანაწერები უბრალოდ აკლდა. არა წაშლილი, არა დაზიანებული, უბრალოდ არ არსებობდა, თითქოს ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რომელი გვერდები უნდა გაქრეს. ვინ წაიღო ეს დოკუმენტები? რატომ სწორედ ეს 3 თვე? და რაზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ სოლიკო ხაბეიშვილი მოკლეს ზუსტად მეორე დღეს მას შემდეგ, რაც მან უთხრა თავის ცოლს, გიulis, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა. ეს საქმის საქაღალდე დღესაც ინახება სახელმწიფო არქივში, მაგრამ ის გვერდები, რომლებიც ყველაზე მეტს ამბობდა, დღემდე არ მოიძებნა. სოლიკო ხაბეიშვილი არ იყო ჩვეულებრივი ბიუროკრატი. ის იყო კაცი, რომელიც იცნობდა ყველა საიდუმლოებას იმ ეპოქის, როდესაც საქართველო ცდილობდა ფეხზე წამოდგომას ქაოსის შუაგულში. წარმოიდგინეთ ქვეყანას, სადაც ხელფასები არ იხდიდა თვეობით, სადაც ელექტროენერგია იყო მხოლოდ რამდენიმე საათი დღეში, სადაც ხალხი ყიდდა ბოლო ნივთებს, რომ ოჯახი გაეკويებებინა. და ახლა წარმოიდგინეთ ფონდი, რომელშიც შედიოდა დასავლური დახმარების მილიონები, ქართველი ემიგრანტების შემოწირულობების, საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები. ეს იყო ფული, რომელმაც შეეძლო შეეცვალა ათასობით ადამიანის ცხოვრება. მაგრამ სად წავიდა ეს ფული? ვინ აკონტროლებდა მის მოძრაობას? და რატომ კაცი, რომელიც იცნობდა ყველა პასუხს ამ კითხვებზე, მოკლეს საკუთარი სახლის კიბეზე ცივი სისხლით? ის იყო ადამიანი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ენდობოდა უპირობოდ. წარმოიდგინეთ ის დონ ენდობისა, როდესაც პრეზიდენტი გიხსნის ციხიდან, სადაც შენი ჯექი პოლიტიკური მოტივებით, და არა მხოლოდ გიხსნის, არამედ გაძლევს ხელისუფლებას ფონდზე, რომელშიც მოძრაობს ქვეყნის მომავლის ფული. 1997 წელს, 9 თებერვალს, სოლიკო ხაბეიშვილი დააპატიმრეს ჯუმბერ პატიაშვილის დროს, პირველი მდივნის დროს, რომელიც მაშინ განაგებდა საქართველოს. მაგრამ რატომ? რა იცოდა ხაბეიშვილმა, რაც საშიში იყო ძველი ხელისუფლებისთვის? და რატომ შევარდნაძემ, როდესაც დაბრუნდა საქართველოში 1992 წელს, პირველი რაც გააკეთა, სწორედ ხაბეიშვილის გათავისუფლება იყო? ეს არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი. ეს იყო შეტყობინება ყველასთვის, ვინც უნდა გაეგო, რომ ახალ ხელისუფლებას ჰყავდა კაცი, რომელიც იცნობდა ძველი სისტემის ყველა საიდუმლოებას და ახლა მუშაობდა ახალი სისტემისთვის. მაგრამ რა ხდებოდა იმ ოფისში, სადაც სოლიკო ხაბეიშვილი ყოველდღე მუშაობდა? წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც მაგიდაზე დევს დოკუმენტები საერთაშორისო ტრანზაქციების შესახებ, სადაც ტელეფონი რეკავს დილიდან საღამომდე ზარები ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, მოსკოვიდან. სადაც ყოველი ხელმოწერა ნიშნავს $1000 მოძრაობას. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს აკონტროლებს ერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არც ფინანსური განათლება, არც საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ აქვს რაღაც უფრო ძვირფასი, პრეზიდენტის სრული ნდობა. ფონდ დემოკრატია და აღორძინება არ იყო უბრალოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია. ის იყო ინსტრუმენტი, რომლითაც ახალი ხელისუფლება აშენებდა თავის გავლენას, აფინანსებდა თავის ადამიანებს, ქმნიდა თავის ქსელს. და სოლიკო ხაბეიშვილი იყო ამ ინსტრუმენტის მართვის პულტთან. დღეს, 29 წლის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებმაც იმუშავეს იმ ფონდში. ისინი იხსენებენ დეტალებს, რომლებიც არასოდეს მოხვდა ოფიციალურ ანგარიშებში. ისინი იხსენებენ, როგორ მოდიოდა ხაბეიშვილი ოფისში ადრე დილით და რჩებოდა გვიან ღამემდე, როგორ ინახავდა ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს არა ოფისის სეიფში, არამედ სახლში, როგორ ესაუბრებოდა ტელეფონით ისე, რომ არავინ გაიგებდა, ვისთან საუბრობდა. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი იხსენებენ ბოლო კვირებს, როდესაც ხაბეიშვილი გახდა ნერვიული, როდესაც დაიწყო დოკუმენტების წაღება სახლში ყოველ საღამოს, როდესაც უთხრა თავის უახლოეს თანამშრომელს, თუ რამე მომხდება, ყველაფერი არის ჩემს სახლში, ჩემი ცოლი იცის სად. რა იცოდა ის? რისი მოხდენას ელოდა? და რატომ არ წავიდა, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლო? პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ფონდის ფინანსურ ოპერაციებზე, თანახმა ისაუბროს კამერის წინ. ის, რასაც ის გვიამბობს ბოლო თვეების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. დილიდან საღამომდე მოდიოდა ხალხი, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, უცხოელი დიპლომატები. ყველას სჭირდებოდა რაღაც ფონდიდან. ზოგს ფული, ზოგს რეკომენდაცია, ზოგს უბრალოდ შეხვედრა სოლიკოსთან, რადგან ეს ნიშნავდა, რომ შენ ხარ სისტემაში.
მაგრამ 1995 წლის გაზაფხულზე რაღაც შეიცვალა. დაიწყო ზარები, რომლებიც აღელვებდა ხაბეიშვილს. ზარები, რომლებზეც ის პასუხობდა მხოლოდ დახურულ ოთახში. ზარები, რომლის შემდეგაც ის გამოდიოდა ფერმკრთალი და ჩუმი. ის თანამშრომელი, რომელიც დღეს საუბრობს, იხსენებს ერთ კონკრეტულ დღეს, ეს იყო მაისის ბოლო. სოლიკო ხაბეიშვილი მოვიდა ოფისში და უთხრა მას, დღეს ყველა შემოსული დოკუმენტი გააკეთე 2 ეგზემპლარად. ერთი დარჩება აქ, მეორე წავიღებ სახლში. რატომ? რისი ეშინოდა? ის თანამშრომელი ამბობს, რომ ხაბეიშვილმა არასოდეს ახსნა, მაგრამ მან დაინახა, როგორ ათვალიერებდა ის ფანჯრიდან ქუჩას, როგორ ამოწმებდა, ვინ შემოდიოდა შენობაში, როგორ ითხოვდა, რომ კარი ყოველთვის ჩაკეტილი ყოფილიყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიფრთხილე. ეს იყო შიში. შიში იმისა, რომ ვიღაც მოდის მისთვის. და ის ვიღაც მოვიდა 20 ივნისს 1995 წელს. მაგრამ ვინ იყო ეს ვიღაც? წარმოიდგინეთ თბილისი 1995 წელს, ქალაქი, სადაც ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობდა კონტროლის დამყარებას, სადაც პარამილიტარული ჯგუფები ჯერ კიდევ ფლობდნენ რეალურ ძალას, სადაც ყოველი დიდი ფული იყო საშიში ფული. ფონდ დემოკრატია და აღორძინებაში შედიოდა დასავლური დახმარების მილიონები. წარმოიდგინეთ, რა ნიშნავდა ეს იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი ქართველი ცხოვრობდა $10 თვეში. ხაბეიშვილი განაგებდა ფულს, რომელიც შეეძლო ყიდულიყო არმიები, პოლიტიკოსები, მთელი რეგიონები. და ყველა მიცოდა ეს. ყველა მიცოდა, რომ თუ გინდა ფული ფონდიდან, უნდა გაიაროს სოლიკო ხაბეიშვილის მაგიდა. მაგრამ რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც ითხოვდა ფულს და ხაბეიშვილი ამბობდა არა? რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც ფიქრობდა, რომ ხაბეიშვილი იცის ძალიან ბევრი? რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც გადაწყვეტდა, რომ უსაფრთხო იქნებოდა, თუ ეს ცოდნა გაქრებოდა? იმ დროის თბილისში ყველა მიცოდა, რომ არსებობდა ძალები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ოფიციალურ ხელისუფლებას. პარამილიტარული ჯგუფები, რომლებიც ომის დროს იბრძოდნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ახლა ბრუნდებოდნენ თბილისში და ეძებდნენ თავიანთ ადგილს ახალ რეალობაში. ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, რომ ფონდის ფული უნდა ეხმარა მათ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ხაბეიშვილი იყო დაბრკოლება მათ გეგმებში. და ზოგიერთი ფიქრობდა, რომ პრობლემები წყდება ერთი გასროლით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა. არსებობს სხვა ვერსიაც, უფრო საშიში, უფრო რთული. ვერსია, რომელიც ამბობს, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო უბრალოდ ძალადობის აქტი. ის იყო გაანგარიშებული ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც უნდა დაეფარა რაღაც უფრო დიდი. დაფიქრდით ამაზე, კაცი, რომელიც იცის ყველაფერი ფონდის ფინანსებზე, კაცი, რომელიც ინახავს დოკუმენტებს თავის სახლში, კაცი, რომელიც ამბობს თავის ცოლს, ყველაფერი მალე გაირკვევა, ეს კაცი კვდება და მეორე დღეს მისი ოფისი გაძარცვულია, მისი სახლი გაძარცვულია და ის დოკუმენტები, რომლებზეც ის საუბრობდა, არასოდეს მოიძებნა. ეს არის დამთხევა. თუ ეს არის ოპერაცია. ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იყო არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოეკლა ხაბეიშვილი, არამედ იმისთვის, რომ გაქრებოდა ყველაფერი, რაც მას იცოდა. და თუ ეს იყო ოპერაცია, ვინ დგას მის უკან? ვინ ჰქონდა საკმარისი ძალა, რომ ორგანიზება გაეკეთებინა ასეთი რამ იმ ქაოსურ თბილისში? და რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოძიება არასოდეს იპოვა მკვლელები? ერთი კვირით ადრე ვიდრე მოკლეს, სოლიკო ხაბეიშვილს ჰქონდა შეხვედრა, რომელიც არასოდეს მოხვედრილა არც ერთ ოფიციალურ ოფისში. უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა ღამით, შევიდა ფონდის შენობაში უკანა შესასვლელიდან, გაატარა 1 საათი ხაბეიშვილის ოფისში და გავიდა ისე, რომ არავის არ მიესალმა. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ ხაბეიშვილი გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას გზა გადარჩენისთვის, თუ წაუკითხეს განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, უცხოური სპეცსამსახურის აგენტი, ძველი საბჭოთა სისტემის წარმომადგენელი, თუ ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი? და რატომ ეს შეხვედრა მოხდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ხაბეიშვილი ცდილობდა დოკუმენტების დაცვას? არსებობს ერთი დეტალი, რომელიც არასოდეს გახდა საჯარო. იმ ღამის შემდეგ, როდესაც მოხდა საიდუმლო შეხვედრა, ხაბეიშვილმა დარეკა ერთ-ერთ თავის ძველ მეგობარს, ადამიანს, რომელთანაც ერთად იჯდა ციხეში 1997 წელს. ეს მეგობარი დღეს ცოცხალია და პირველად თანახმა ისაუბროს. მან გითხრა, რომ ხაბეიშვილმა უთხრა მას ტელეფონით, მახსოვს, როგორ გვეუბნებოდნენ ციხეში, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ახლა მე ვიცი, რა არის ჩემი ფასი. რას ნიშნავდა ეს? იცოდა თუ არა ხაბეიშვილმა, რომ მისი სიცოცხლე იყო გაცვლითი მონეტა რაღაც უფრო დიდ თამაშში. და თუ იცოდა, რატომ არ გაიქცა?
რატომ დარჩა თბილისში, როდესაც მას შეეძლო წასვლა? ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ფონდს ჰქონდა კონტაქტები. პასუხი შეიძლება იყოს იმ დოკუმენტებში, რომლებიც გაქრა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით საიდუმლოება, რომელიც შეუძლია დაამხოს მთელი სისტემა. საიდუმლოება იმის შესახებ, სად წავიდა დასავლური დახმარების მილიონები, ვინ მიიღო ფული, რომელიც უნდა წასულიყო საავადმყოფოებში და სკოლებში, ვინ აშენებდა თავის იმპერიას იმ ქაოსში. ეს საიდუმლოება არის თქვენი დაცვა, თქვენი სადაზღვევო პოლისი. მაგრამ ის ასევე არის თქვენი განაჩენი, რადგან ყველა, ვინც ფიგურირებს იმ დოკუმენტებში, იცის, რომ თქვენ იცით. და ისინი იციან, რომ ერთადერთი გზა, რომ დარწმუნდნენ, რომ ეს საიდუმლოება არასოდეს გახდება საჯარო, არის თქვენი გაჩუმება. სამუდამოდ. ხაბეიშვილის ცოლმა, გიულიმ, მოგვიანებით თქვა, რომ ბოლო კვირებში მისი ქმარი ყოველ ღამეს იღვიძებდა ოფლიანი. ის ამბობდა, რომ ეს იზმრებოდა ციხე, არა ის ციხე, სადაც იჯდა 1997 წელს, არამედ სხვა ციხე, უფრო საშიში. ციხე, საიდანაც არ არსებობს გამოსვლა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი სიზმრები არის ქვეცნობიერის გზა, რომ გითხრას, რომ საფრთხე ახლოვდება. მაგრამ ხაბეიშვილს არ სჭირდებოდა სიზმრები, რომ ეს ეცოდა. მას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, ზარები, შეხვედრები, მუქარები, რომლებიც ხდებოდა უფრო და უფრო ღია. მაგრამ ის არ წავიდა. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ იცოდა, რომ გაქცევა არაფერს შეცვლიდა. იქნებ იმიტომ, რომ იცოდა, რომ ის, ვინც მოდიოდა მისთვის, იპოვიდა მას ნებისმიერ ადგილას. ან იქნებ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გეგმა, რომელიც უნდა დაეცვა ის დოკუმენტები და გაეხადა ისინი საჯარო, თუ რამე მოხდებოდა. 20 ივნისის საღამოს 1995 წელს სოლიკო ხაბეიშვილი დაბრუნდა სახლში ჩვეულებრივ დროს. მეზობლები იხსენებენ, რომ მან გაჩერდა ეზოში და რამდენიმე წუთი ესაუბრა ერთ-ერთ მეზობელს ბავშვების შესახებ, ამინდის შესახებ ჩვეულებრივი საუბარი. არაფერი მის ქცევაში არ მიუთითებდა იმაზე, რომ ის იცოდა, რაც მოხდებოდა რამდენიმე წუთში. ან იქნებ იცოდა და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ბოლო წუთები გაეტარებინა ნორმალურად, ისე როგორც ცხოვრობდა მანამდე, სანამ ყველაფერი არ გართულდა. როდესაც ის შევიდა თავის სახლის კიბეზე, ორი ადამიანი ელოდა მას. არავინ არ იცის, რა ითქვა იმ წუთებში. არავინ არ იცის, ჰქონდა თუ არა ხაბეიშვილს დრო, რომ ეს თქვა რამე, რომ ჰკითხა რამე. მაგრამ ყველა მიცის, რომ გასროლები მოისმა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მისი ცოლი ელოდა მას სახლში, როდესაც მისი შვილები თამაშობდნენ ოთახში, როდესაც ჩვეულებრივი თბილისური საღამო უნდა გაგრძელებულიყო ჩვეულებრივად. მაგრამ ის საღამო არ იყო ჩვეულებრივი. ის იყო საღამო, როდესაც დასრულდა ერთი ეპოქა და დაიწყო მეორე. ეპოქა, როდესაც ყველამ გაიგო, რომ ზოგიერთი საიდუმლოება ძალიან საშიშია, რომ იცოდე. ეპოქა, როდესაც ფონდ დემოკრატია და აღორძინება გააგრძელა მუშაობა, მაგრამ უკვე სხვა ადამიანების ხელმძღვანელობით, სხვა წესებით, სხვა საიდუმლოებებით. და ეპოქა, როდესაც ის დოკუმენტები, რომლებიც სოლიკო ხაბეიშვილი ინახავდა თავის სახლში, გაქრა ისე, თითქოს არასოდეს არსებულიყო. მაგრამ გაქრა თუ არა ისინი ნამდვილად. ან შეიძლება ისინი არიან სადღაც, ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ვიღაც იპოვის მათ და გააჯაროებს ჭეშმარიტებას? და თუ ეს მოხდება, რას გვეტყვის ეს დოკუმენტები იმ ეპოქის შესახებ, როდესაც საქართველო ცდილობდა ფეხზე წამოდგომას და როდესაც ზოგიერთი ადამიანი იყენებდა ამ ქაოსს, რომ ააშენა თავისი იმპერიების ხვების ტკივილზე. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდი, ამბობს ყოფილი თანამშრომელი ფონდიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 29 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი სოლიკო ხაბეიშვილის უახლოესი წრიდან საუბრობენ პირველად 10 წლეულების განმავლობაში იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით 1995 წლის ივნისის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც მუშაობდა ფინანსურ განყოფილებაში, იხსენებს, როგორ შევიდა ოფისში 20 ივნისის დილით და იპოვა სოლიკო მაგიდასთან გარშემო გაფანტული ასობით დოკუმენტი. მან მითხრა, დღეს ყველაფერი უნდა დავასრულო. ყველაფერი უნდა იყოს სწორ ადგილას, იხსენებს ის ადამიანი, ხმა ჯერ კიდევ ტკივილით სავსე. რას ნიშნავდა სწორ ადგილას? იცოდა თუ არა ხაბეიშვილმა, რომ ეს იყო მისი ბოლო დღე? და თუ იცოდა, რატომ არ გააფრთხილა არავინ? მეორე თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო კორესპონდენციაზე, ამბობს რაღაც კიდევ უფრო შემაშფოთებელს. იმ დილით სოლიკომ მას მისცა დალუქული კონვერტი და უთხრა, თუ დღეს საღამომდე არ დაგირეკავ, ეს კონვერტი უნდა მიაწოდო ამერიკის საელჩოს. რა იყო იმ კონვერტში? თანამშრომელმა არასოდეს გაიგო, რადგან ხაბეიშვილი მოკლეს და მეორე დღეს, როდესაც ის მივიდა ოფისში, კონვერტი აღარ იყო იქ, სადაც დატოვა.
ვინმემ წაიღო ის ღამით. ვინმემ, ვისაც ჰქონდა გასაღები ოფისისთვის. ვინმემ, ვინც იცოდა ზუსტად რას ეძებდა. და ეს ნიშნავს, რომ ხაბეიშვილის მკვლელობა არ იყო იმპულსური აქტი. ეს იყო ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იყო დეტალებამდე, ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყო ადამიანები ფონდის შიგნიდან. მესამე მოწმე, რომელიც იყო ხაბეიშვილის პირადი მძღოლი, იხსენებს ბოლო მოგზაურობას. 20 ივნისის შუადღისას სოლიკომ უთხრა მას, რომ წაიყვანოს ერთ მისამართზე, რომელიც არ იყო ჩვეულებრივი მარშრუტი. ეს იყო ძველი შენობა თბილისის ცენტრში, სადაც, მძღოლის თქმით, ხაბეიშვილი შევიდა და დარჩა დაახლოებით 20 წუთი. როდესაც გამოვიდა, მას ხელში ეჭირა პატარა ყავისფერი ჩანთა, რომელიც არასოდეს ჰქონია. მან ჩაიდო ის ჩანთა მანქანის უკანა სავარძელზე და მითხრა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რაც ოდესმე გამიტანია ამ ოფისიდან, იხსენებს მძღოლი. რა იყო იმ ჩანთაში? სად წაიღო ხაბეიშვილმა ის? და რატომ იმავე საღამოს, როდესაც მძღოლმა დაინახა ამბავი მკვლელობის შესახებ, პირველი რაც გაიფიქრა იყო, ვინმე მიცოდა იმ ჩანთის შესახებ. ეს სამი ადამიანი, რომლებიც დღეს საუბრობენ, ინახავდნენ ამ მოგონებებს ათწლეულების განმავლობაში, შიშით რომ თუ ისაუბრებდნენ, მათაც დაემართებოდათ იგივე, რაც სოლიკოს. მაგრამ ახლა, როდესაც ისინი უკვე ხანდაზმულები არიან, როდესაც ბევრი მათგანი, ვინც შეეძლო მათი დასჯა, უკვე აღარ არიან ცოცხალი, ისინი გადაწყვიტეს, რომ დრო მოვიდა ჭეშმარიტების თქმისა. მათი ისტორიები ქმნიან სურათს, რომელიც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ოფიციალური ვერსია. სურათს, სადაც ხაბეიშვილი არ იყო უბრალოდ მსხვერპლი ქუჩის ძალადობისა. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, კაცი, რომელიც ცდილობდა დაეცვა ეს ცოდნა, კაცი, რომელიც იბრძოდა უხილავ მტრებთან, რომლებიც საბოლოოდ მოვიდნენ მისთვის. მაგრამ ვინ იყვნენ ეს მტრები? და რატომ 29 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათი სახელები? რას ხედავდა ექიმი, როდესაც ათვალიერებდა სოლიკო ხაბეიშვილს 1995 წლის გაზაფხულზე? პირადი ექიმის ჩანაწერები, რომლებიც დღემდე ინახება საიდუმლოდ, ამბობს რაღაც შემაშფოთებელს. ხაბეიშვილი იტანჯებოდა ქრონიკული უძილობით, მწვავე სტრესით და რაღაც, რასაც ექიმი აღწერდა როგორც მუდმივ შფოთვას, რომელიც არ ქრებოდა მედიკამენტებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო სტრესი. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც, რაც ჭამდა მას შიგნიდან. ექიმი, რომელიც დღეს თანახმა ისაუბროს ანონიმურად, იხსენებს, როგორ ხაბეიშვილი ჰკითხა მას ერთხელ, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცხოვროს მუდმივ შიშში. ექიმმა მაშინ ეს აღიქვა როგორც რიტორიკული კითხვა, მაგრამ ახლა ის გვამბობს, ის არ იყო რიტორიკული. ის ნამდვილად ეკითხებოდა, რამდენი დრო ჰქონდა დარჩენილი. მედიკამენტების სია, რომელიც ინიშნებოდა ხაბეიშვილისთვის, ავლენს კიდევ უფრო მეტს. მძიმე დამამშვიდებლები, საძილე აბები, წამლები გულის პრობლემებისთვის, ყველაფერი ეს კაცისთვის, რომელსაც იყო მხოლოდ 50 წელი. ის ბერდებოდა ჩემს თვალწინ, ამბობს ექიმი. ყოველ ვიზიტზე ის გამოიყურებოდა უფრო დაღლილი, უფრო შეშფოთებული, უფრო დამარცხებული. მაგრამ რა ამარცხებდა მას? რა იყო ის ტვირთი, რომელიც ატარებდა და რომელიც ნელ-ნელა კლავდა მას ფიზიკურად? ექიმი ამბობს, რომ ხაბეიშვილი არასოდეს ესაუბრებოდა დეტალებზე, მაგრამ ერთხელ, ბოლო ვიზიტზე, მან თქვა რაღაც, რაც ექიმს დღემდე ახსოვს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ციხე უკეთესი იყო. იქ მაინც იცოდი, ვინ იყო შენი მტერი. ეს წინადადება ავლენს ყველაფერს. ხაბეიშვილი, რომელიც გაატარა დრო ციხეში 1997 წელს, ახლა თავს უფრო დატუსაღებულად გრძნობდა, ვიდრე მაშინ. ციხეში მტრები ცხადი იყვნენ, გამომძიებლები, ციხის ადმინისტრაცია, სისტემა. მაგრამ ახლა, როდესაც ის იყო თავისუფალი, როდესაც ის იყო ძლიერი, როდესაც ის განაგებდა მილიონებს, მტრები იყვნენ ყველგან და არსად. ისინი იყვნენ მის ოფისში, მის გარშემო, შეიძლება მის საკუთარ გუნდშიც. და ეს არ იყო პარანოია. ეს იყო რეალობა, რომელიც დადასტურდა 20 ივნისის საღამოს, როდესაც ვიღაც, ვინც იცოდა მისი გრაფიკი, მისი მარშრუტი, მისი ჩვევები ელოდა მას სახლის კიბეზე. მაგრამ ექიმის ჩანაწერები ავლენს კიდევ ერთ საიდუმლოებას. 1995 წლის აპრილში ხაბეიშვილს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც არ იყო რუტინული. ექიმი ეჩვობდა, რომ მას შეეძლო ჰქონოდა მწვავე გასტრიტი ან კუჭის წყლული, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა რაღაც უცნაური, მისი ორგანიზმში იყო ნივთიერებები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო იქ. ეს შეეძლო ყოფილიყო დაბინძურება საკვებიდან, მაგრამ შემადგენლობა იყო უცნაური, ამბობს ექიმი. მე ვურჩიე მას, რომ გაეკეთებინა დამატებითი გამოკვლევები, მაგრამ მან უარი თქვა. მან მითხრა, რომ არ ჰქონდა დრო. ახლა, წლების შემდეგ, ექიმი ფიქრობს, იყო თუ არა ეს პირველი მცდელობა.
ცდილობდა თუ არა ვიღაც ნელა მოეწამლა ხაბეიშვილი, სანამ არ გადაწყვიტეს, რომ უფრო სწრაფი მეთოდი იყო საჭირო. ეს კითხვა რჩება უპასუხოდ, მაგრამ ის ქმნის ახალ პერსპექტივას იმაზე, რაც ხდებოდა ხაბეიშვილის ცხოვრების ბოლო თვეებში. თუ ვიღაც ნამდვილად ცდილობდა მის მოწამლას, ეს ნიშნავს, რომ გეგმა არსებობდა უკვე რამდენიმე თვე. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ახლოს იყო მასთან, საკმარისად ახლოს, რომ დაემატებინა რაღაც მის საკვებში ან სასმელში. ეს ნიშნავს, რომ წრეი ჭმიტანილთა უფრო ვიწროა, ვიდრე ვიფიქრეთ. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც პირველი გეგმა ვერ იმუშავა, ისინი გადავიდნენ პლან B-ზე, პირდაპირ ელიმინაციაზე. მაგრამ ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ცუდომა ხაბეიშვილის პირად სივრცეზე, მის საკვებზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე? და რატომ არავინ არ გამოიძიე ეს ვერსია ოფიციალურად? ფიქრობდით თუ არა ოდესმე, რომ ზოგიერთი ადგილი ინახავს მეხსიერებას? რომ კედლებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ის, რაც მოხდა მათ შიგნით? ფონდ დემოკრატია და აღორძინების ძველი შენობა, რომელიც დღეს უკვე არ არსებობს, იყო ასეთი ადგილი. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იქ ხაბეიშვილის დროს, ამბობენ, რომ იყო ერთი ოთახი, სადაც არავინ არ სურდა შესვლა მარტო. ეს იყო არქივის ოთახი, სადაც ინახებოდა ყველა დოკუმენტი, ყველა ფინანსური ჩანაწერი, ყველა საიდუმლო კორესპონდენცია. იქ ყოველთვის იყო ცივი, თუნდაც ზაფხულში იხსენებს ერთ-ერთი თანამშრომელი. და იყო განცდა, რომ ვიღაც გაკვირდება. ყოველთვის. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ატმოსფერო, რომელიც იქმნება ძველ შენობებში, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც მეტი. 1995 წლის ივნისში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მოკლეს ხაბეიშვილი, მოხდა რაღაც უცნაური იმ შენობაში. ღამის დარაჯმა, რომელიც მუშაობდა იქ, იხსენებს, რომ დაახლოებით 2 საათზე ღამით მოვიდა მანქანა, საიდანაც ჩამოვიდა 3 კაცი. მათ ჰქონდათ გასაღებები და შევიდნენ შენობაში ისეთ, თითქოს ეს იყო ჩვეულებრივი საქმე. დარაჯი, რომელიც იცნობდა ყველა თანამშრომელს, არ იცნობდა ამ ადამიანებს. მან სცადა მიახლოვებინა, რომ ჰკითხა, ვინ იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა უჩვენა დოკუმენტი და უთხრა, ჩვენ ვართ უსაფრთხოების სამსახურიდან რუტინული შემოწმება. დარაჯი დაუშვა ისინი, მაგრამ რაღაც არ ეთანხმებოდა. რუტინული შემოწმებები არ ხდება 2 საათზე ღამით, ამბობს ის დღეს. და ისინი წავიდნენ პირდაპირ არქივის ოთახში, თითქოს სუსტად იცოდნენ, სად იყო ის. ის 3 კაცი დარჩნენ იქ დაახლოებით 1 საათი. დარაჯმა გაიგონა ხმები, ქაღალდების რხევა, საქაღალდეების გადაადგილება. როდესაც ისინი გამოვიდნენ, ერთ-ერთს ეჭირა დიდი ხუთი. მე ვკითხე, რა იყო ის და მათ უთხრეს, რომ ეს იყო მასალები, რომლებიც უნდა გადასინჯონ უსაფრთხოების სამსახურში, იხსენებს დარაჯი. მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ოფისში და გაიგო ამის შესახებ, მან გახდა ძალიან გაბრაზებული. მან დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და ჰკითხა, ვინ იყო ის ადამიანები. მათ უთხრეს, რომ არავინ არ გამოგზავნიათ, ამბობს თანამშრომელი, რომელიც იყო იქ იმ დღეს. ხაბეიშვილმა დაუყოვნებლივ გადაამოწმა არქივი და აღმოაჩინა, რომ აკლდა რამდენიმე საქაღალდე, სწორედ ის საქაღალდეები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ყველაზე დიდ ტრანზაქციებზე ბოლო 6 თვის განმავლობაში. ეს ინციდენტი არასოდეს გახდა ოფიციალური. ხაბეიშვილმა არ დაწერა განცხადება პოლიციაში, არ გააკეთა საჯარო განცხადება. რატომ? თანამშრომლები ამბობენ, რომ მან უთხრა მათ, თუ ვიღაც შემოვიდა აქ ღამით გასაღებებით და დოკუმენტებით, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები. ძალიან ძლიერები იმისთვის, რომ პოლიცია რამე გააკეთოს. ეს იყო მომენტი, როდესაც ხაბეიშვილმა გაიგო, რომ ის იყო მიზანი. მომენტი, როდესაც მან გაიგო, რომ ის ვინც მოდიოდა მისთვის უკვე იყო ნაბიჯი წინ. მომენტი, როდესაც მან გაიგო, რომ დრო იწურებოდა. და მაინც ის არ გაიქცა. ის დარჩა და სცადა დაეცვა ის, რაც დარჩა. მაგრამ რა იყო ის, რაც დარჩა? რა იყო იმ საქაღალდებში, რომლებიც არ წაიღეს? და სად არიან ისინი დღეს? არსებობს ერთი თეორია, რომელიც ბოლო წლებში იძენს ძალას. თეორია, რომ ხაბეიშვილმა, როდესაც გაიგო, რომ არქივი გაძარცვული იყო, გააკეთა რაღაც ძალიან ჭკვიანური. მან გააკეთა ასლები ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და გაგზავნა ისინი სხვადასხვა ადგილას, ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი საქართველოში, ზოგი ადამიანებთან, რომლებსაც ენდობოდა. ეს თეორია ეფუძნება იმას, რასაც თქვა ერთ-ერთმა მისმა ახლო მეგობარმა წლების შემდეგ, სოლიკო იყო ჭკვიანი კაცი. ის იცოდა, რომ ერთადერთი გზა, რომ დაეცვა საკუთარი თავი, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ თუ რამე მოხდებოდა მასთან, ინფორმაცია მაინც გამოვიდოდა. მაგრამ თუ ეს მართალია, სად არიან ეს ასლები? ვინ ინახავს მათ?
და რატომ 29 წლის შემდეგ არავინ არ გამოუჩენია მათ? პასუხი შეიძლება იყოს უფრო რთული, ვიდრე ვფიქრობთ. შეიძლება ის ადამიანები, ვისაც ხაბეიშვილმა მიანდო ეს დოკუმენტები, თავად შეშინდნენ. შეიძლება მათ დაინახეს, რა მოუვიდა ხაბეიშვილს და გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხო იქნებოდა ჩუმადყოფნა. ან შეიძლება ისინი თავად გახდნენ მიზნები და ის დოკუმენტები წაიღეს მათგან იმავე ძალებმა, რომლებმაც მოკლეს ხაბეიშვილი. ან შეიძლება, და ეს არის ყველაზე საინტერესო ვერსია, ის დოკუმენტები ჯერ კიდევ არსებობენ სადღაც, ელოდებიან სწორ მომენტს, სწორ ადამიანს, რომელსაც ექნება გამბედაობა, რომ გამოიტანოს ისინი და გააჯაროს ჭეშმარიტება. თუ ეს მოხდება, ეს შეცვლის ყველაფერს, რასაც ვიცით 1995 წლის შესახებ. ეს შეცვლის ყველაფერს, რასაც ვიცით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აშენებდნენ თავიანთ იმპერიებს იმ ქაოსურ დროში. და ეს შეცვლის ყველაფერს, რასაც ვიცით სოლიკო ხაბეიშვილის შესახებ, კაცის შესახებ, რომელიც არ იყო უბრალოდ მსხვერპლი, არამედ იყო მებრძოლი, რომელიც იბრძოდა ბოლომდე, რომ დაეცვა ჭეშმარიტება. მაგრამ დღეს 29 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ მომენტს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ ადამიანს, რომელსაც ექნება გამბედაობა. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეცვლის ისტორიას. და სანამ ეს არ მოხდება, სოლიკო ხაბეიშვილის ისტორია რჩება არა როგორც დასრულებული თავი, არამედ როგორც გახსნილი ჭრილობა, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგიერთი საიდუმლოება ძალიან საშიშია, რომ იცოდე, და რომ ზოგიერთი ჭეშმარიტება ძალიან ძვირია, რომ დაიმალოს სამუდამოდ. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? იყო თუ არა ხაბეიშვილი მხოლოდ მსხვერპლი, თუ ის იყო რაღაც მეტი? და თუ ის დოკუმენტები ნამდვილად არსებობენ, უნდა თუ არა ისინი გამოვიდეს, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ბევრი ძლიერი ადამიანის რეპუტაცია დაზიანდება. ეს არის კითხვები, რომლებზეც თქვენ უნდა უპასუხოთ, რადგან ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ის არის გაკვეთილი მომავლისთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი სოლიკო ხაბეიშვილის შესახებ, ყოველი საიდუმლო ტრანზაქცია, ყოველი დამალული საქაღალდე, ყოველი ღამის შეხვედრა, რომელიც არასოდეს მოხდა არც ერთ ოფიციალურ ოქროში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული იმ კაცისადმი, რომელიც გაძლევდათ ხელფას და იცავდა თქვენს ოჯახებს, თუ გადაარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე. 20 ივნისს 1995 წელს ეს 12 ადამიანი გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი, რომ ღალატი ჩაედინათ იმ კაცისადმი, რომელიც ენდობოდა მათ უპირობოდ? რა იყო ის, რაც მათ დაინახეს ან გაიგეს, რამაც მათ გააცნობიერებინა, რომ ხაბეიშვილის გვერდით დგომა ნიშნავდა საკუთარი სიკვდილის განაჩენს? და რატომ 29 წლის შემდეგ არც ერთი მათგანი არ ამბობს ჭეშმარიტებას? ერთ-ერთი ამ 12-დან, რომელიც დღეს თანახმა ისაუბროს მხოლოდ ანონიმურად იხსენებს შეხვედრას, რომელიც მოხდა 1995 წლის მაისის ბოლოს, ზუსტად 3 კვირით ადრე, ვიდრე მოკლეს ხაბეიშვილი. ეს შეხვედრა არ იყო ფონდის ოფისში, არც ხაბეიშვილის სახლში. ის მოხდა ერთ-ერთ ძველ რესტორანში თბილისის გარეუბანში, სადაც არავინ არ იცნობდა მათ. ჩვენ ვიყავით 6 კაცი იმ მაგიდასთან, იხსენებს ის ადამიანი, ხმა ჯერ კიდევ შიშით სავსე. და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მუშაობდა უშიშროების სამსახურში, მოგვიყვა რაღაც, რამაც ყველას გვაშინა. მან თქვა, რომ არსებობს სია ადამიანებისა, რომლებიც იციან ძალიან ბევრი ფონდის შესახებ. და ეს სია არ არის დაცვისთვის. ეს სია არის ელიმინაციისთვის. იმ მაგიდასთან მჯდომი 6 კაცი გაიგეს, რომ ისინი ყველანი იყვნენ იმ სიაში. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მუშაობდნენ ხაბეიშვილთან, რომლებიც ხედავდნენ დოკუმენტებს, რომლებიც იცოდნენ, სად მიდიოდა ფული, ვინ იღებდა მას, რა პირობებით. მან გითხრა, რომ ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, გრძელდება ის მოწმე. პირველი, დავრჩეთ ხაბეიშვილთან და მოუკვდეთ მასთან ერთად. მეორე, დავეხმაროთ მათ, ვინც მოდის მისთვის და შეიძლება გადავრჩეთ. ეს არ იყო თეორია. ეს არ იყო შიში. ეს იყო კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანისგან, რომელსაც ჰქონდა წვდომა უშიშროების სამსახურის შიგნით. და ეს ინფორმაცია იყო ისეთი დეტალური, ისეთი კონკრეტული, რომ არავის არ ჰქონდა ეჭვი მის სიმართლეში. მაგრამ რა ნიშნავდა დახმარება? რას ითხოვდნენ ისინი, ვინც აწყობდა ამ ოპერაციას? მოწმე ამბობს, რომ მოთხოვნა იყო მარტივი და საშინელი ერთდროულად, მათ უნდა ეთქვათ ზუსტად, სად ინახავდა ხაბეიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როდის მიდიოდა სახლში, რა მარშრუტით, ვინ იყო მასთან ყოველდღე. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოეკლათ ის, არამედ იმისთვის, რომ წაეღოთ ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, ამბობს მოწმე. ისინი არ სურდათ უბრალოდ მისი სიკვდილი. ისინი სურდათ მისი საიდუმლოებების სრული განადგურება.
და ის 6 კაცი, რომლებიც იჯდნენ იმ მაგიდასთან, გაიგეს, რომ თუ ისინი არ დაეხმარებოდნენ, მათი სახელები იქნებოდა შემდეგი იმ სიაში. რამდენმა მათგანმა დათანხმდა? მოწმე არ ამბობს კონკრეტულ რიცხვს, მაგრამ ის ამბობს, რომ საკმარისი რაოდენობა დათანხმდა, რომ ოპერაცია წარმატებული ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ ხაბეიშვილი, რომელიც ფიქრობდა, რომ მას გარშემო ჰყავდა ერთგული გუნდი, რეალურად იყო გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს მისი ბედი. ადამიანებით, რომლებიც ყოველდღე ესალმებოდნენ მას ღიმილით, მაგრამ ღამით ატარებდნენ ინფორმაციას მის მტრებს. ადამიანებით, რომლებიც იცოდნენ, რომ ყოველი დღე, რომელსაც ხაბეიშვილი ცოცხალი რჩებოდა, იყო ერთი დღე ახლოს მათი საკუთარი სიკვდილისკენ. და ამიტომ ისინი აჩქარებდნენ მის დასასრულს, არა სიძულვილით, არამედ შიშით, რომელიც იყო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი ერთგულება. მაგრამ იყო თუ არა ხაბეიშვილი სრულიად ბრმა ამ ყველაფრის მიმართ. მოწმე ამბობს რაღაცს, რაც ავლენს, რომ ხაბეიშვილმა შეიძლება იცოდა, ან მაინც ეჩვობდა. ბოლო კვირებში ის შეწყვიტა ჩვენთან საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე, იხსენებს მოწმე. ის იწყებდა რაღაცას და შემდეგ ჩერდებოდა, თითქოს გაიფიქრებდა, შეეძლო თუ არა ენდო ჩვენ. ის იწყებდა დოკუმენტის ჩვენებას და შემდეგ იცვლიდა აზრს. ის გვეკითხებოდა რაღაცას და შემდეგ ამბობდა, არაფერი, დავივიწყე. ეს იყო კაცი, რომელიც გრძნობდა, რომ მიწა ქვეშ უხდებოდა ფეხებს, მაგრამ არ იცოდა, ვის შეეძლო ენდო. კაცი, რომელიც იყო გარშემორტყმული ადამიანებით, მაგრამ იყო სრულიად მარტო. კაცი, რომელიც იცოდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როდის და საიდან მოვიდოდა დარტყმა. და მაინც ის არ გაიქცა. ის არ წავიდა საზღვარგარეთ, სადაც ფონდს ჰქონდა კონტაქტები და სადაც მას შეეძლო დაცვა. ის დარჩა თბილისში, დარჩა თავის ოფისში, დარჩა თავის სახლში, სადაც ყოველი დღე იყო ერთი დღე ახლოს სიკვდილთან. რატომ? მოწმე ფიქრობს, რომ პასუხი არის მარტივი და ტრაგიკული ერთდროულად. ის ფიქრობდა, რომ თუ დარჩებოდა, თუ გააგრძელებდა მუშაობას, თუ აჩვენებდა, რომ არაფერი არ ეშინია, შეიძლება ისინი შეეშინებოდნენ. შეიძლება ისინი გადაეფიქრებინათ. შეიძლება ისინი გაეგოთ, რომ მისი მოკლა იქნებოდა ძალიან საშიში, რადგან ის ჰქონდა დაცვა, დოკუმენტები, რომლებიც გამოვიდოდა, თუ რამე მოხდებოდა მასთან. მაგრამ ეს იყო შეცდომა. ეს იყო ფატალური შეცდომა, რადგან ის, ვინც მოდიოდა მისთვის, არ ეშინოდა დოკუმენტებისა. ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ შეეძლოთ იმ დოკუმენტების პოვნა და განადგურება. და ისინი მართლები აღმოჩნდნენ. დღეს, 29 წლის შემდეგ, ის 12 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი, ცხოვრობენ თავიანთი საიდუმლოებით. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, ზოგიერთი წავიდა საზღვარგარეთ, ზოგიერთი ჯერ კიდევ არის თბილისში, ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, თითქოს არაფერი არ მომხდარა. მაგრამ ყველა მათგანი იცის ჭეშმარიტება. ყველა მათგანი იცის, ვინ მოკლა სოლიკო ხაბეიშვილი და რატომ. ყველა მათგანი იცის, სად წავიდა ის დოკუმენტები და რა იყო მათში. მაგრამ არავინ არ საუბრობს. არავინ არ ამბობს ჭეშმარიტებას. რადგან ისინი იციან, რომ ის ძალები, რომლებმაც მოკლეს ხაბეიშვილი, ჯერ კიდევ არსებობენ. ისინი იციან, რომ ის სია, რომელზეც საუბრობდნენ 1995 წელს, არასოდეს არ დაიცვა. და ისინი იციან, რომ თუ ისინი ისაუბრებენ, მათი სახელები კვლავ გამოჩნდება იმ სიაში. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, უნდა თუ არა ეს ადამიანები ისაუბრონ, თუნდაც ეს ნიშნავდეს საფრთხეს მათთვის. უნდა თუ არა ჭეშმარიტება გამოვიდეს, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ბევრი ძლიერი ადამიანის სახელი დაზიანდება. ფონდ დემოკრატია და აღორძინების არქივებში, რომლებიც დღეს ინახება სახელმწიფო არქივში დალოქული სეიფების უკან, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს უნდა ყოფილიყო საჯარო. ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებენ, სად წავიდა დასავლური დახმარების მილიონები 1992-დან 1995 წლამდე. კორესპონდენცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც ავლენს, რა დაპირებები იქნა მიცემული და რა დაპირებები არასოდეს შესრულდა. და ყველაზე საინტერესო, შიდა მემორანდუმები, რომლებიც წერილი იყო სოლიკო ხაბეიშვილის ხელით და რომლებიც აჩვენებენ, რომ ის იცოდა ზუსტად რა ხდებოდა ფონდის ფულთან და ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ფული არ აღწევდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. ერთ-ერთი ამ მემორანდუმიდან, რომელიც დათარიღებულია 1995 წლის მარტით, ხაბეიშვილი წერს, ბოლო 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით $2 მილიონი, რომელიც უნდა წასულიყო სოციალური პროგრამებისთვის, გადაირიცხა კერძო კომპანიებში, რომლებიც არ არსებობენ ოფიციალურად. ვცადე გამომეძია ეს ტრანზაქციები, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვკითხულობ, მე მეუბნებიან, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მე არ მაქვს უფლება, რომ ვიცოდე მეტი.
ეს არის პირდაპირ მტკიცება იმისა, რომ ხაბეიშვილი არ იყო მხოლოდ ადმინისტრატორი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს. ის იყო კაცი, რომელიც ცდილობდა გაერკვია, სად მიდიოდა ფული და რომელსაც ბლოკავდნენ ყოველ ნაბიჯზე. მეორე დოკუმენტი, დათარიღებული აპრილით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ხაბეიშვილი წერს, დღეს მე მქონდა შეხვედრა ადამიანთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დონორს. მან მითხრა, რომ მათ გაუგზავნეს ფონდისთვის $500,000 კონკრეტული პროექტისთვის საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის თბილისში. მაგრამ როდესაც მე შევამოწმე ჩვენი ჩანაწერები, ეს თანხა არ არის იქ. არსად. ვკითხე ფინანსურ განყოფილებას და მათ მითხრეს, რომ ეს თანხა გადაირიცხა სხვა პროექტში, მაგრამ არავინ არ მითხრა რომელში. ვკითხე უფროსებს და მათ მითხრეს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ზემოდან და მე არ უნდა ვიკითხო მეტი. ეს არის მომენტი, როდესაც ხაბეიშვილი იწყებს გაგებას, რომ ფონდი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, რეალურად არ არის მის კონტროლში. რომ არსებობს სხვა ძალები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ის არის მხოლოდ ფასადი. მესამე დოკუმენტი, დათარიღებული მაისით, არის ყველაზე საშიში. ხაბეიშვილი წერს, მე ვიცი, რომ ეს მემორანდუმი შეიძლება იყოს ბოლო, რასაც ვწერ. მე ვიცი, რომ ის, რასაც ვწერ, არის საშიში. მაგრამ მე ვერ ვაგრძელებ ჩუმად ყოფნას. ფონდი, რომელიც უნდა ეხმარებოდა ხალხს, რომელიც უნდა აშენებდა საავადმყოფოებს და სკოლებს, რომელიც უნდა აძლევდა იმედს ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ყველაფერს ამ ქაოსში, ეს ფონდი გახდა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გარკვეული ადამიანები გამდიდრდნენ. და ეს ადამიანები არიან ძალიან ძლიერები. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დარეკონ და ნებისმიერი გამოძიება შეჩერდეს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გააქრონ დოკუმენტები და არავინ არ იკითხოს რატომ. მე ვცდილობ შევინახო ასლები ყველაფრისა, რასაც ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი. თუ რამე მომხდება, მე ეს დოკუმენტები უნდა გამოვიდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდებოდა მათი დახმარების ფულთან. ეს სამი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ინახება არქივში, არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც ხაბეიშვილმა დატოვა. მაგრამ ისინი საკმარისია, რომ გავიგოთ, რატომ მოკლეს ის. ისინი საკმარისია, რომ გავიგოთ, რატომ იყო ის საშიში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებდნენ ფონდს თავიანთი ინტერესებისთვის. და ისინი საკმარისია, რომ გავიგოთ, რატომ იყო მისი სიკვდილი არა უბრალოდ მკვლელობა, არამედ ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მისი ფიზიკური ელიმინაციის, არამედ მისი მემკვიდრეობის სრული განადგურების. რადგან თუ ეს დოკუმენტები გამოვიდოდა 1995 წელს, როდესაც ხაბეიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ეს შეცვლიდა ყველაფერს. ეს გამოავლენდა სისტემას, რომელიც აშენდა იმ ქაოსურ წლებში, სისტემას, სადაც დასავლური დახმარება, რომელიც უნდა ეხმარებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს, რეალურად მიდიოდა ძლიერი ადამიანების ჯიბეებში. მაგრამ რატომ ეს დოკუმენტები არ გამოვიდა მაშინ? რატომ ისინი დღემდე ინახება დალუქულ სეიფებში? პასუხი არის რთული და მრავალშრიანი. პირველი იმ ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ ამ დოკუმენტების შესახებ, გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხო იქნებოდა მათი დამალვა, რადგან მათ ეშინოდათ იმავე ბედისა, რაც დაემართა ხაბეიშვილს. მეორე, ის ძალები, რომლებიც მოკლეს ხაბეიშვილი, ვერ იპოვეს ყველა ასლი, რომელიც მან გააკეთა, მაგრამ მათ შეძლეს იმის უზრუნველყოფა, რომ ის ასლები, რომლებიც დარჩა, არასოდეს გამხდარიყო საჯარო. მესამე, და ეს არის ყველაზე საშიში ნაწილი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აკონტროლებენ წვდომას ამ არქივებზე, არიან იმავე სისტემის ნაწილი, რომელიც აშენდა იმ წლებში. ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვის ამ დოკუმენტების გამოქვეყნება ნიშნავდა არა მხოლოდ ისტორიული ჭეშმარიტების გამოცხადებას, არამედ მათი საკუთარი იმპერიების დანგრევას. და ამიტომ ეს დოკუმენტები რჩება დალუქული. ამიტომ ისინი რჩება საიდუმლო. ამიტომ 29 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სრული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რა ხდებოდა ფონდ დემოკრატია და აღორძინებაში 1992-დან 1995 წლამდე. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გამდიდრდნენ ხალხის ტკივილზე. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი საავადმყოფო შეიძლებოდა აშენებულიყო იმ ფულით, რომელიც წავიდა კერძო ჯიბებში. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ბავშვი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რამდენი ოჯახი შეიძლებოდა დახმარებულიყო, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა ჰქონოდა იმედი, თუ ის ფული წასულიყო იქ, სადაც უნდა წასულიყო. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, უნდა თუ არა ეს დოკუმენტები გახდეს საჯარო? უნდა თუ არა ხალხმა იცოდეს, რა მოხდა მათი დახმარების ფულთან? თუ ზოგიერთი ჭეშმარიტება უკეთესია დარჩეს დამალული, რომ არ დაირღვეს სტაბილურობა. დაფიქრდით ბოლო ადამიანზე, რომელსაც ენდობით სრულიად.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გიღალატებთ ყველაზე ბნელ დღეს თქვენი ცხოვრებისა. ზუსტად ეს მოხდა სოლიკო ხაბეიშვილს. კაცი, რომელსაც ისენდობოდა ყველაზე მეტად, კაცი, რომელიც იყო მასთან ციხიდან, კაცი, რომელსაც ისთვლიდა ძმად, ეს კაცი გახდა ის, ვინც გაყიდა მას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დღეს საუბრობენ, იციან ამ კაცის სახელი. ისინი იციან, როგორ მოხდა ეს. ისინი იციან, რატომ მოხდა ეს. და ისინი იციან, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ღალატი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ღალატი, რომელმაც არა მხოლოდ მოკლა ერთი კაცი, არამედ დაამხო მთელი სისტემა, რომელიც შეეძლო ყოფილიყო განსხვავებული. ეს კაცი, რომლის სახელს ჩვენ დღეს არ დავასახელებთ იურიდიული მიზეზების გამო, იყო ერთ-ერთი იმ 12-დან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი. მაგრამ ის იყო განსხვავებული. ის იყო კაცი, რომელსაც ხაბეიშვილი ენდობოდა ისე, რომ არ ამოწმებდა მის სიტყვებს. კაცი, რომელსაც ხაბეიშვილი აძლევდა წვდომას ყველაზე კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. კაცი, რომელიც იცოდა, სად ინახავდა ხაბეიშვილი დოკუმენტებს, როდის მიდიოდა სახლში, რა მარშრუტით, ვინ იყო მასთან. და ეს კაცი 1995 წლის მაისში გააკეთა არჩევანი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ მისი სიცოცხლე უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ხაბეიშვილის სიცოცხლე. მან გადაწყვიტა, რომ ერთგულება არ ღირდა იმას, რომ მოკვდე მასთან ერთად. მოწმეები ამბობენ, რომ ეს კაცი მოვიდა ხაბეიშვილთან 1995 წლის მაისის ბოლოს და უთხრა მას, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიღაც გეგმავდა რაღაცას მის წინააღმდეგ. ხაბეიშვილი, რომელიც ენდობოდა ამ კაცს, კითხა მას, რა იცოდა. და ეს კაცი უთხრა მას ნახევარ ჭეშმარიტებას, უთხრა, რომ არსებობდა ჯგუფი, რომელიც სურდა მისი ელიმინაცია, მაგრამ არ უთხრა, რომ ის თავად იყო ნაწილი ამ ჯგუფისა. უთხრა, რომ საშიში იყო დარჩენა ოფისში გვიან საღამოებით, მაგრამ არ უთხრა, რომ რეალური საშიშროება იყო სახლში წასვლა. უთხრა, რომ უნდა ეფრთხილა, მაგრამ არ უთხრა, ვისგან უნდა ეფრთხილა, რადგან ის ვინც, ვისგანაც უნდა ეფრთხილა, იყო ის თავად. ეს იყო გენიალური და საშინელი გეგმა ერთდროულად. ამ კაცმა გამოიყენა ხაბეიშვილის ნდობა, რომ მიეცა მას ცრუ უსაფრთხოების განცდა. მან აიძულა ხაბეიშვილი ეფიქრა, რომ ის იცოდა, საიდან მოდიოდა საშიშროება და ამით გახადა ის უფრო დაუცველი რეალური საშიშროების მიმართ. მან აიძულა ხაბეიშვილი ეფიქრა, რომ მას ჰყავდა მოკავშირე, რომელიც ეხმარებოდა, მაშინ როდესაც რეალურად ის იყო მტერი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას მის შესახებ. და ყველაზე საშინელი, მან აიძულა ხაბეიშვილი ეფიქრა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ეს კაცი იქნებოდა ის, ვინც დაიცავდა მის მემკვიდრეობას, მაშინ როდესაც რეალურად ის იყო ის, ვინც უზრუნველყოფდა, რომ ეს მემკვიდრეობა განადგურებულიყო. 20 ივნისის საღამოს, როდესაც ხაბეიშვილი დაბრუნდა სახლში, ეს კაცი იცოდა ზუსტად რა მოხდებოდა. ის იცოდა, რადგან ის თავად მისცა ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდნენ ხაბეიშვილს კიბეზე. ის იცოდა, რადგან ის თავად დაადასტურა, რომ ხაბეიშვილი მოვიდოდა ჩვეულებრივ დროს, ჩვეულებრივ მარშრუტით, მარტო. ის იცოდა, რადგან ის თავად იყო ის, ვინც უზრუნველყო, რომ არავინ არ იქნებოდა იქ, რომ დაეხმარა ხაბეიშვილს. და როდესაც გასროლები მოისმა, როდესაც ხაბეიშვილი დაეცა იმ კიბეზე, ეს კაცი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მივიდა იქ. არა იმისთვის, რომ დაეხმარა, არამედ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი წავიდა გეგმის მიხედვით. იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ ხაბეიშვილი მოკვდა. იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ საიდუმლოება, რომელიც მან იცოდა, წავიდა მასთან ერთად. მაგრამ რატომ? რატომ გააკეთა ამ კაცმა ეს? მოწმეები ამბობენ, რომ პასუხი არის მარტივი და ტრაგიკული, ფული და შიში. მას შესთავაზეს თანხა, რომელიც იყო უფრო მეტი, ვიდრე ის ოდესმე ნახავდა. მას შესთავაზეს პოზიცია, რომელიც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ის ოდესმე იქნებოდა ხაბეიშვილთან. მას შესთავაზეს დაცვა, რომელიც იყო უფრო საიმედო, ვიდრე ნებისმიერი ერთგულება. და მას დაემუქრნენ, რომ თუ არ დაეხმარებოდა, ის თავად გახდებოდა მიზანი. დაემუქრნენ, რომ მისი ოჯახი გახდებოდა მიზანი. დაემუქრნენ, რომ ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, გაქრებოდა. და ამ კაცმა, რომელიც ერთხელ იყო ხაბეიშვილის ძმა, გააკეთა არჩევანი, რომელიც ათასობით ადამიანი აკეთებს ყოველ დღე, არჩევანი გადარჩენისა ერთგულების ნაცვლად, არჩევანი სიმდიდრისა პრინციპების ნაცვლად, არჩევანი ძალის მხარეს დგომისა, სამართლიანობის მხარეს დგომის ნაცვლად. დღეს, 29 წლის შემდეგ, ეს კაცი ცოცხალია. ის ცხოვრობს კარგ სახლში, მართავს წარმატებულ ბიზნესს, ჰყავს ოჯახი და შვილები. ის არასოდეს არ დასჯილა. ის არასოდეს არ გამოძიებულა. ის არასოდეს არ ისაუბრა საჯაროდ იმის შესახებ, რა მოხდა 1995 წლის ივნისში. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იციან ჭეშმარიტება, ამბობენ, რომ ის ცხოვრობს საკუთარი ჯოჯოხეთით.
რომ ის ხედავს ხაბეიშვილის სახეს ყოველ ღამე. რომ ის იგონებს იმ მომენტს, როდესაც გააკეთა არჩევანი და ფიქრობს, შეეძლო თუ არა სხვაგვარად. რომ ის იცის, რომ ისტორია ერთ დღეს გაიგებს მის სახელს და მაშინ ყველაფერი, რაც მან ააშენა, ჩამოიშლება. მაგრამ ის დღე ჯერ არ მოსულა. ის დღე, როდესაც ჭეშმარიტება გამოვა. ის დღე, როდესაც ხალხი გაიგებს, ვინ იყო რეალური მკვლელი, არა ის ორი კაცი, რომლებმაც დააჭირეს ღილაკს, არამედ ის კაცი, რომელმაც გახსნა კარი მათთვის. და ეს არის ყველაზე ტრაგიკული ნაწილი სოლიკო ხაბეიშვილის ისტორიისა, რომ ის მოკლეს არა მტრებმა, არამედ მეგობრებმა. რომ ის გაყიდეს არა უცნობებმა, არამედ ადამიანებმა, რომლებსაც ის ენდობოდა. რომ მისი ბედი გადაწყდა არა ბრძოლაში, არამედ ღალატში. და რომ ეს ღალატი არ იყო იმპულსური აქტი, არამედ გაანგარიშებული გეგმა, რომელიც მუშაობდა, რადგან ხაბეიშვილი არასოდეს არ წარმოიდგენდა, რომ ის, ვისაც ის თვლიდა ძმად, შეეძლო გაეყიდა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ხაბეიშვილის ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე საშიში მტრები არიან არა ის, ვინც გიღალატებს ღიად, არამედ ის, ვინც გიღალატებს ღიმილით. რომ ყველაზე დიდი საფრთხე მოდის არა გარედან, არამედ შიგნიდან. რომ ყველაზე მძიმე დარტყმა არის არა ის, რომელსაც ხედავ მოსულს, არამედ ის, რომელიც მოდის იქიდან, საიდანაც არასოდეს არ ელოდი. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ოდესმე აპატიოს ასეთი ღალატი? შეიძლება თუ არა ოდესმე გაიმართლოს არჩევანი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანის სიკვდილს? თუ ზოგიერთ სიტუაციაში გადარჩენა ნამდვილად ღირს ნებისმიერ ფასს? პირველად 29 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო სოლიკო ხაბეიშვილის პირადი მძღოლი ბოლო 6 თვის განმავლობაში, თანახმა ისაუბროს კამერის წინ და გაგვიზიაროს ის, რასაც არასოდეს უთქვამს არავისთვის. ის, რასაც ის გვიამბობს იმ ბოლო კვირების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ხაბეიშვილის ბედის შესახებ. ყოველ დილას, როდესაც ვიღებდი მას სახლიდან, ის პირველ რიგში ათვალიერებდა მანქანის ქვეშ, შემდეგ უკანა სავარძელს, შემდეგ ბარგის განყოფილებას, იხსენებს მძღოლი, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს. ის არასოდეს არ ჯდებოდა მანქანაში, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი რიგზეა. ის ყოველთვის ითხოვდა, რომ მარშრუტი შეგვეცვალა, არასოდეს ერთი და იგივე გზით არ მივდიოდით ოფისში 2 დღეში ზედიზედ. ეს არ იყო უბრალოდ სიფრთხილე. ეს იყო კაცი, რომელიც იცოდა, რომ ყოველი დღე შეეძლო ყოფილიყო მისი ბოლო დღე და ცდილობდა გაეწელა დრო, რომელიც მას დარჩენოდა. მძღოლი იხსენებს ერთ კონკრეტულ დღეს, ეს იყო 1995 წლის ივნისის მე-18, ხოლო 2 დღით ადრე, ვიდრე ხაბეიშვილის ცხოვრება დასრულდებოდა. იმ დილით, როდესაც მძღოლი მივიდა ხაბეიშვილის სახლთან, ის დაინახა რაღაც უცნაური, ხაბეიშვილი დგას ფანჯარასთან და უყურებს ქუჩას, თითქოს ელოდება ვიღაცასთან რაღაცას. როდესაც მძღოლმა დარეკა, ხაბეიშვილი ჩამოვიდა, მაგრამ მისი სახე იყო განსხვავებული, არა შეშფოთებული, არამედ გადაწყვეტილი, თითქოს მან გააკეთა რაღაც მნიშვნელოვანი არჩევანი. მან ჩაჯდა მანქანაში და მითხრა, დღეს ჩვენ არ მივალთ ოფისში პირველად. ჯერ უნდა წავიდეთ ერთ ადგილას, იხსენებს მძღოლი. მე ვკითხე სად და მან მითხრა მისამართი, რომელიც არ იყო ჩვეულებრივი, ეს იყო ძველი შენობა თბილისის ცენტრში, სადაც, როგორც მოგვიანებით გავიგე, იყო ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტის ოფისი. ხაბეიშვილი შევიდა იმ შენობაში და დარჩა იქ დაახლოებით 25 წუთი. როდესაც გამოვიდა, მას ხელში არაფერი ჰქონდა, მაგრამ მისი სახე იყო უფრო მშვიდი, ვიდრე მძღოლი ნახავდა მას ბოლო თვეების განმავლობაში. როდესაც დავბრუნდით მანქანაში, მან მითხრა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, ამბობს მძღოლი, ხმა იწყებს კანკალებას. მან თქვა, თუ რამე მომხდება მე, ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა. ჭეშმარიტება გამოვა ისედაც. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. რას ნიშნავდა ეს? რა გადასცა ხაბეიშვილმა იმ ჟურნალისტს? და რატომ 29 წლის შემდეგ ჩვენ არასოდეს არ გვინახავს ის მასალები, რომლებიც ხაბეიშვილმა უნდა გადასცა? მძღოლი ამბობს, რომ მან სცადა იპოვა ის ჟურნალისტი წლების შემდეგ, მაგრამ გაიგო, რომ ის წავიდა საქართველოდან 1995 წლის ივლისში, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ხაბეიშვილის ტრაგედიის შემდეგ და არასოდეს დაბრუნებულა. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი უცნაური ვიზიტი იმ ბოლო დღეებში. მძღოლი იხსენებს, რომ 1995 წლის ივნისის მე-19, ზუსტად ერთი დღით ადრე, ვიდრე ხაბეიშვილის ცხოვრება დასრულდებოდა, მათ ჰქონდათ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მოგზაურობა. ხაბეიშვილმა უთხრა მას, რომ წაიყვანა ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში თბილისის გარეუბანში. ეს იყო პატარა ეკლესია, სადაც თითქმის არავინ არ დადიოდა. იხსენებს მძღოლი. ხაბეიშვილი შევიდა იქ მარტო და დარჩა დაახლოებით 9 საათი. როდესაც გამოვიდა, მე დავინახე, რომ მისი თვალები იყო წითელი, თითქოს ტიროდა. მაგრამ მან არაფერი თქვა.
უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და უთხრა: წავიდეთ სახლში. მძღოლი ფიქრობს, რომ ხაბეიშვილი იცოდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა და წავიდა იმ ეკლესიაში, რომ ილოცა, რომ მოემზადა იმისთვის, რაც მოვიდოდა. ის იყო რწმენის კაცი, თუმცა არასოდეს საუბრობდა ამაზე საჯაროდ, ამბობს მძღოლი. და მე ვფიქრობ, რომ იმ ბოლო დღეებში რწმენა იყო ერთადერთი, რაც აძლევდა მას ძალას, რომ გაეგრძელებინა. ბოლო მოგზაურობა, ის მოგზაურობა, რომელიც დასრულდა ხაბეიშვილის სახლის კიბეზე, 20 ივნისის საღამოს, მძღოლს ახსოვს ყველაზე ნათლად. იმ დღეს ყველაფერი იყო ჩვეულებრივი, ამბობს ის. ჩვენ წავედით ოფისში დილით, ხაბეიშვილი მუშაობდა მთელი დღე, არაფერი უცნაური არ მოხდა. მაგრამ როდესაც ჩვენ ბრუნდებოდით სახლში საღამოს დაახლოებით 7 საათზე, მან მითხრა რაღაც, რაც მე მაშინ არ მიმიხვდა, მაგრამ ახლა მესმის. ხაბეიშვილმა უთხრა მძღოლს: შენ კარგი კაცი ხარ. ნუ დაივიწყებ ამას. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის იყავი კარგი კაცი. მძღოლი მაშინ ეს აღიქვა როგორც უბრალოდ კეთილი სიტყვები, მაგრამ ახლა ის გვამბობს, ის მშვიდობდებოდა. ის იცოდა, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო მოგზაურობა ერთად. როდესაც მანქანა გაჩერდა ხაბეიშვილის სახლთან, მძღოლმა როგორც ყოველთვის სცადა ჩამოსვლა, რომ გაეხსნა კარი, მაგრამ ხაბეიშვილმა უთხრა: არა, დღეს არ არის საჭირო. წადი სახლში შენს ოჯახთან. მძღოლი დათანხმდა და დაინახა, როგორ ხაბეიშვილი ჩამოვიდა მანქანიდან, როგორ გაჩერდა ერთი წამით და უკან მოიხედა, თითქოს რაღაცას ეძებდა ან ვიღაცას ელოდა. მე დავინახე ეს მისი უკანა ხედვა სარკეში, ამბობს მძღოლი, ხმა იწყებს ტირილს. და ეს იყო ბოლო, რაც მე ვნახე ის ცოცხალი. მე წავედი და 2 საათის შემდეგ მე მომირეკა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მითხრა, რომ ხაბეიშვილი მოკლეს. მე დაუბრუნდი იმ ადგილას, მაგრამ უკვე გვიან იყო. ყველაფერი დასრულებული იყო. მძღოლი ამბობს, რომ ის ცხოვრობს ამ მოგონებით ყოველდღე, მოგონებით იმ ბოლო მზერისა, რომელიც ხაბეიშვილმა მიაგდო უკან, მოგონებით იმ ბოლო სიტყვებისა, რომელიც მან უთხრა. მე ვფიქრობ ამაზე ყოველ ღამეს, ამბობს ის. რა მოხდებოდა, თუ მე არ წავიდოდი? რა მოხდებოდა, თუ მე დავრჩებოდი იქ თუნდაც რამდენიმე წუთით მეტი? შემეძლო თუ არა მისი გადარჩენა? ან მე მოვკვდებოდი მასთან ერთად? ეს არის კითხვები, რომლებზეც არასოდეს იქნება პასუხები, მაგრამ ისინი ავლენენ რაღაცას მნიშვნელოვანს, რომ ხაბეიშვილის ბოლო საათები იყო საათები, როდესაც ის ცდილობდა დაეცვა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ადამიანები, რომლებიც მას გარშემო იყვნენ. რომ ის გაგზავნა თავისი მძღოლის სახლში არა იმიტომ, რომ არ სჭირდებოდა ის, არამედ იმიტომ, რომ სურდა მისი დაცვა. რომ ის იყო კაცი, რომელიც ბოლომდე ფიქრობდა სხვებზე, თუნდაც მაშინ, როდესაც საკუთარი სიცოცხლე იყო საფრთხეში. მაგრამ ვინ იყვნენ ის 2 კაცი, რომლებიც ელოდნენ ხაბეიშვილს იმ კიბეზე? მძღოლი ამბობს, რომ მან გაიგონა სხვადასხვა ვერსია წლების განმავლობაში. ზოგი ამბობდა, რომ ისინი იყვნენ დაქირავებული მკვლელები, რომლებიც მოვიდნენ სხვა ქალაქიდან, რომ არავის არ ეცნობოდათ თბილისში. ზოგი ამბობდა, რომ ისინი იყვნენ ყოფილი მებრძოლები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში და ახლა მუშაობდნენ იმათთვის, ვისაც ჰქონდა ფული, რომ გადაეხადა მათთვის. ზოგი ამბობდა, რომ ისინი იყვნენ უშიშროების სამსახურის აგენტები, რომლებიც ასრულებდნენ ბრძანებას ზემოდან. მაგრამ მძღოლი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება არის უფრო რთული. ის 2 კაცი, ვინც დააჭირა ღილაკს, იყვნენ მხოლოდ ხელები. რეალური მკვლელები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაგზავნეს ისინი იქ. ის ადამიანები, რომლებმაც მისცეს ინფორმაცია, როდის მოვიდოდა ხაბეიშვილი, სად იდგა ის, როგორ გამოიყურებოდა. ის ადამიანები, რომლებმაც უზრუნველყვას, რომ არავინ არ იქნებოდა იქ, რომ დაეხმარა მას. და ეს გვიბრუნებს იმ კითხვაზე, რომელიც დგას ამ მთელი ისტორიის ცენტრში, ვინ იყვნენ ის ადამიანები? ვინ ჰქონდა საკმარისი ძალა, რომ ორგანიზება გაეკეთებინა ასეთი ოპერაცია? ვინ ჰქონდა საკმარისი მოტივაცია, რომ მოეკლა კაცი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი? ვინ ჰქონდა საკმარისი რესურსები, რომ უზრუნველყო, რომ გამოძიება არასოდეს იპოვიდა რეალურ დამნაშავეებს? ეს არის კითხვები, რომლებზეც ოფიციალური პასუხები არასოდეს არ მოვიდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც ხელისუფლება ამბობდა, რომ არ იცოდა პასუხები. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იყვნენ იქ, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ხაბეიშვილთან, ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ იმ სისტემას, ისინი იციან პასუხები. და ისინი ამბობენ, რომ პასუხები არის ისეთი საშიში, რომ თუ ისინი გამოვიდოდა, ეს შეცვლიდა არა მხოლოდ ისტორიას, არამედ თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ რეალობასაც. რადგან ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ხაბეიშვილი, არ გაქრნენ. ისინი არ წავიდნენ. ისინი გააგრძელეს თავიანთი აღმავლობა, ააშენეს თავიანთი იმპერიები, გახდნენ ძლიერები და გავლენიანები.
და ზოგიერთი მათგანი დღესაც არის ძალაუფლებაში, დღესაც აკონტროლებს რესურსებს, დღესაც იცავს თავის საიდუმლოებებს. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, უნდა თუ არა ეს საიდუმლოებები დარჩეს დამალული სამუდამოდ? თუ დროა რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს, რაც არ უნდა ღირდეს ეს. წარმოიდგინეთ საქაღალდე, რომელზეც წერია 0544-ის საქაღალდე ისეთი საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ საქართველოში. 1995 წლის ივნისში, როდესაც გამომძიებლები შევიდნენ ფონდ დემოკრატია და აღორძინების არქივში ხაბეიშვილის ტრაგედიის შემდეგ, მათ იპოვეს ნაწილები ასეთი საქაღალდისა, გვერდები, რომლებიც იყო დაწვეული და გლეჯილი, განადგურებული ისე, რომ თითქმის შეუძლებელი იყო წაკითხვა. მაგრამ ის რაც დარჩა იყო საკმარისი, რომ გაეგოთ, ეს საქაღალდე შეიცავდა ინფორმაციას არა მხოლოდ ფონდის ფინანსებზე, არამედ რაღაც ბევრად უფრო საშიშზე, ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ ფონდს, რომ აეშენებინათ თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური იმპერიები 1992-დან 1995 წლამდე. ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა იმ საქმეზე და რომელიც დღეს თანახმა ისაუბროს ანონიმურად, იხსენებს, რომ იმ დაწვეულ გვერდებზე, რომლებიც მათ იპოვეს, ჩანდა სახელები ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ძალიან ძლიერები, ძალიან გავლენიანები, ძალიან საშიშები. ჩვენ ვნახეთ სახელები პოლიტიკოსებისა, ბიზნესმენებისა, უშიშროების სამსახურის ოფიცრებისა, ამბობს გამომძიებელი. ჩვენ ვნახეთ თანხები, რომლებიც იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ გვჯეროდა. ჩვენ ვნახეთ ტრანზაქციები, რომლებიც აჩვენებდა, როგორ მიდიოდა დასავლური დახმარება არა ხალხისთვის, არამედ კერძო ანგარიშებზე საზღვარგარეთ. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი დაიწყეს ამ ინფორმაციის გამოძიება. ჩვენ მივიღეთ ზარი ზემოდან, გრძელდება გამომძიებელი, ხმა ჯერ კიდევ შიშით სავსე 29 წლის შემდეგაც. გვითხრეს, რომ ეს საქმე უნდა დაეხურა. გვითხრეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ქუჩის ძალადობა, არაფერი მეტი. გვითხრეს, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ, უნდა განადგურებულიყო, რადგან ისინი იყო ყალბი, ისინი იყო პროვოკაცია, ისინი იყო მცდელობა, რომ დაეზიანებინათ საქართველოს რეპუტაცია. გამომძიებელი ამბობს, რომ მას სცადა წინააღმდეგობა, სცადა განაგრძო გამოძიება, მაგრამ მას დაემუქრნენ, რომ დაკარგავდა სამსახურს, დაემუქრნენ, რომ მისი ოჯახი იქნებოდა საფრთხეში, დაემუქრნენ, რომ ის თავად გახდებოდა ეჭმიტანილი, თუ გააგრძელებდა. მე გავაკეთე არჩევანი, ამბობს ის, ხმა სავსე სინანულით. მე ავირჩიე ჩემი ოჯახის უსაფრთხოება სამართლიანობის ნაცვლად. და ეს არის რაღაც, რასთან ერთადაც მე ვცხოვრობ ყოველ დღე. მაგრამ რა იყო იმ დოკუმენტებში, რაც იყო ისეთი საშიში? გამომძიებელი ამბობს, რომ ის, რაც მან ნახა იმ მოკლე დროში, სანამ საქმე დაიხურებოდა, იყო საკმარისი, რომ გაეგო მთელი სურათი. ფონდი იყო არა მხოლოდ ინსტრუმენტი ფულის გათეთრებისთვის, ამბობს ის. ის იყო ინსტრუმენტი პოლიტიკური კონტროლისთვის. ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ფულს ფონდიდან, ხდებოდნენ დამოკიდებულები იმ ადამიანებზე, რომლებიც აკონტროლებდნენ ფონდს. და ეს ქმნიდა ქსელს ლოიალობისა, ქსელს კორუფციისა, ქსელს, რომელიც აკავშირებდა პოლიტიკას, ბიზნესს და უშიშროებას ერთ დიდ სისტემაში. ხაბეიშვილი, რომელიც იყო ამ სისტემის ცენტრში, იცოდა ყველაფერი, ვინ იღებდა ფულს, რა პირობებით, რა სამსახურს უწევდნენ ისინი სანაცვლოდ. და ეს ცოდნა გახადა ის ყველაზე საშიში ადამიანი საქართველოში. გამომძიებელი იხსენებს ერთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც მან ნახა და რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება. ეს იყო სია ადამიანებისა, რომლებიც მიიღეს ფული ფონდიდან 1994 წელს, ამბობს ის. და გვერდით ხაბეიშვილის ხელით იყო ჩანაწერები იმის შესახებ, რა სამსახურები გაუწიეს ამ ადამიანებმა სანაცვლოდ. ზოგიერთი მათგანი უზრუნველყოფდა პოლიტიკურ მხარდაჭერას. ზოგიერთი უზრუნველყოფდა ბიზნეს კონტრაქტებს. ზოგიერთი უზრუნველყოფდა დაცვას უშიშროების სამსახურიდან. ეს იყო სისტემა, სადაც ყველაფერი იყო გაცვლითი, ფული სამსახურისთვის, სამსახური ლოიალობისთვის, ლოიალობა ძალაუფლებისთვის. და ხაბეიშვილი, რომელიც ინახავდა ამ ჩანაწერებს, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დაემტკიცებინა, როგორ მუშაობდა ეს სისტემა. მაგრამ რატომ ხაბეიშვილი ინახავდა ამ ჩანაწერებს? რატომ ის არ განადგურა მათ, როდესაც გაიგო, რომ საფრთხე ახლოვდებოდა? გამომძიებელი ფიქრობს, რომ პასუხი არის მარტივი. ის ფიქრობდა, რომ ეს ჩანაწერები იყო მისი დაცვა. ის ფიქრობდა, რომ თუ ვიღაც ცდიდა მის მოკლას, ეს ჩანაწერები გამოვიდოდა და გამოავლენდა ყველას, ვინც იყო ჩართული. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო მისი სადაზღვევო პოლისი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფიგურირებდნენ იმ ჩანაწერებში, ეშინოდათ მისი მოკლის, რადგან ეს ნიშნავდა მათი საკუთარი განადგურების. მაგრამ ხაბეიშვილი შეეშალა.
ის არ გაითვალისწინა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ის ემუქრებოდა, იყვნენ საკმარისად ძლიერები, რომ არა მხოლოდ მოეკლათ ის, არამედ განიადგურებინათ ყველა მტკიცება, რომელიც მას ჰქონდა. ის არ გაითვალისწინა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა, გაყიდდნენ მას. ის არ გაითვალისწინა, რომ სისტემა, რომელსაც ის ებრძოდა, იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი კაცი, რაც არ უნდა გამბედავი ყოფილიყო ის. დღეს, 29 წლის შემდეგ, ის დოკუმენტები, რომლებიც ხაბეიშვილმა ინახა, აღარ არსებობს ოფიციალურად. ისინი განადგურდნენ, გაქრნენ, წაიშალნენ ისტორიიდან. მაგრამ გამომძიებელი, რომელიც ნახა ისინი, ამბობს რაღაცს, რაც იძლევა იმედს. მე ვიცი, რომ ხაბეიშვილმა გააკეთა ასლები. მე ვიცი, რომ ის გაგზავნა ისინი სხვადასხვა ადგილას. მე ვიცი, რომ სადღაც ვიღაცას აქვს ეს დოკუმენტები და ელოდება სწორ მომენტს, რომ გამოიტანოს ისინი. ეს არის იმედი, რომელიც ინარჩუნებს ხაბეიშვილის მეხსიერებას, ცოცხალს, იმედი, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა. იმედი, რომ ერთ დღეს ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ის, მიიღებენ სამართლიანობას. იმედი, რომ ერთ დღეს ხალხი გაიგებს, რა მოხდა მათი დახმარების ფულთან და ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ფული არ მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. ეს დღე, როდესაც ჭეშმარიტება გამოვა, როდესაც საიდუმლოებები გაიხსნება, როდესაც სამართლიანობა აღსრულდება. და სანამ ეს დღე არ მოვა, სოლიკო ხაბეიშვილის ისტორია რჩება როგორც გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც ერთი კაცი ცდილობს დაუპირისპირდეს მთელ სისტემას. გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც ძალაუფლება და ფული ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჭეშმარიტება და სამართლიანობა. გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც საზოგადოება ირჩევს ჩუმად ყოფნას, როდესაც უსამართლობა ხდება. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია იმედისა, რომ ჭეშმარიტება, რაც არ უნდა დიდხანს იყოს დამალული, საბოლოოდ გამოვა. იმედისა, რომ სამართლიანობა, რაც არ უნდა დაგვიანებული იყოს, საბოლოოდ აღსრულდება. იმედისა, რომ ხალხი, რაც არ უნდა დიდხანს იყოს მოტყუებული, საბოლოოდ გაიგებს ჭეშმარიტებას. და ეს იმედი არის ის, რაც ინარჩუნებს ხაბეიშვილის მეხსიერებას, ცოცხალს, რაც აიძულებს ადამიანებს, რომ გააგრძელონ ძებნა, რომ გააგრძელონ კითხვა, რომ გააგრძელონ ბრძოლა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, ღირს თუ არა ეს ბრძოლა? ღირს თუ არა ჭეშმარიტება იმ რისკს, რომელიც მოდის მასთან ერთად? თუ ზოგჯერ უკეთესია დავივიწყოთ წარსული და წავიდეთ წინ. 20 ივნისის საღამოს 1995 წელს, როდესაც გასროლები მოისმა სოლიკო ხაბეიშვილის სახლის კიბეზე, დასრულდა არა მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრება, არამედ დასრულდა ერთი ეპოქა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ საქართველოს შეეძლო ააშენებინა სისტემა, რომელიც იქნებოდა განსხვავებული, რომელიც იქნებოდა სამართლიანი, რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე. ხაბეიშვილის სიკვდილი იყო სიმბოლო იმისა, რომ ძველი ძალები, რომლებიც აკონტროლებდნენ საქართველოს საბჭოთა დროს, არ აპირებდნენ წასვლას. სიმბოლო იმისა, რომ ახალი ეპოქა, რომელიც დაიწყო 1992 წელს, რეალურად არ იყო ისეთი ახალი. სიმბოლო იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ აშენებას თავიანთი იმპერიების ქაოსზე, არ აპირებდნენ დაშვებას, რომ ვიღაც ჩაერია მათ გეგმებში. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ცხოვრება დასრულდა? რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ მის გარშემო, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, რომლებიც იცოდნენ მის საიდუმლოებებს? ფონდ დემოკრატია და აღორძინება გააგრძელა მუშაობა, მაგრამ უკვე სხვა ხელმძღვანელობით, სხვა წესებით, სხვა მიზნებით. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ხაბეიშვილთან და რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი, ნელ-ნელა დატოვეს ფონდის, ზოგი წავიდა საზღვარგარეთ, ზოგი გადავიდა სხვა სამსახურში, ზოგი უბრალოდ გაჩნდა და დაივიწყა. ის დოკუმენტები, რომლებიც ხაბეიშვილი ინახავდა თავის სახლში და ოფისში, გაქრნენ, ზოგი განადგურდა, ზოგი წაიღეს, ზოგი დაიკარგა ისე, რომ არავინ არ იცის სად არიან დღეს. ხაბეიშვილის ოჯახი, მისი ცოლი გიული და მისი შვილები დარჩნენ თბილისში, მაგრამ მათი ცხოვრება შეიცვალა სამუდამოდ. გიული, რომელიც იყო ძლიერი ქალი, ცდილობდა იბრძოლა სამართლიანობისთვის, ცდილობდა მიეღწია იმისთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, ცდილობდა იპოვა ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი მისი ქმრის სიკვდილზე. მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ის აწყდებოდა კედლებს ბიუროკრატიისა, კედლებს გულგრილობისა, კედლებს შიშისა. ადამიანები, რომლებსაც ის მიმართავდა დახმარებისთვის, ამბობდნენ, რომ არაფერი შეეძლოთ. ადამიანები, რომლებიც აპირდებოდნენ დახმარებას, ნელ-ნელა ჩუმდებოდნენ. ადამიანები, რომლებიც იცოდნენ ჭეშმარიტება, ამბობდნენ, რომ არაფერი იცოდნენ. და ნელ-ნელა გიულიმ გაიგო, რომ ის იბრძოდა წაგებულ ბრძოლაში სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ღრმად ფესვგადგმული, ძალიან კარგად დაცული.
დღეს 29 წლის შემდეგ გიული ცხოვრობს ჩუმად, ინარჩუნებს თავის ქმრის მეხსიერებას პირად წრეში, მაგრამ აღარ საუბრობს საჯაროდ. მისი შვილები გაიზარდნენ, აშენეს თავიანთი ცხოვრება, მაგრამ ისინი ატარებენ ტვირთს იმის ცოდნისა, რომ მათი მამა მოკლეს არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდი კაცი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო კარგი კაცი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა სწორი. ტვირთს იმის ცოდნისა, რომ სამართლიანობა არასოდეს აღსრულდა. ტვირთს იმის ცოდნისა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს მათი მამა, ცხოვრობენ თავისუფლად, აგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი არ მომხდარა. და ეს არის ტრაგედია, რომელიც აღემატება ერთი ოჯახის ტრაგედიას, ეს არის ტრაგედია მთელი საზოგადოებისა, რომელიც ირჩევს დავივიწყოთ, ვიდრე გავიხსენოთ, რომელიც ირჩევს წავიდეთ წინ, ვიდრე შევხედოთ უკან, რომელიც ირჩევს სტაბილურობა, ვიდრე სამართლიანობა. მაგრამ არის თუ არა ეს სწორი არჩევანი? არის თუ არა სტაბილურობა, რომელიც აშენებულია სიცრუეზე, უკეთესი ვიდრე ქაოსი, რომელიც შეიძლება მოვიდეს ჭეშმარიტებასთან ერთად? ეს არის კითხვა, რომელზეც ყოველი საზოგადოება უნდა უპასუხოს თავისთვის. ეს არის კითხვა, რომელზეც საქართველომ უპასუხა 1995 წელს, როდესაც გადაწყდა, რომ ხაბეიშვილის საქმე დაიხურებოდა, რომ გამოძიება შეწყდებოდა, რომ ჭეშმარიტება დარჩებოდა დამალული. და ეს პასუხი განსაზღვრა ბევრ რამეს, რაც მოხდა მას შემდეგ, განსაზღვრა, თუ როგორი სისტემა აიშენა, განსაზღვრა, თუ ვინ გახდა ძლიერი, განსაზღვრა, თუ როგორი ქვეყანა გახდა საქართველო. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ დღეებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი კაცის ტრაგედიას, არამედ ვხედავთ გამოტოვებულ შესაძლებლობას, რომ აშენებულიყო რაღაც განსხვავებული, რაღაც უკეთესი. ხაბეიშვილი წარმოადგენდა იმედს, რომ შესაძლებელი იყო სისტემა, სადაც დასავლური დახმარება ნამდვილად წავიდოდა ხალხისთვის, სადაც ფული ნამდვილად დახარჯულიყო საავადმყოფოებზე და სკოლებზე, სადაც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იქნებოდა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ რეალობა. მისი სიკვდილი იყო ამ იმედის სიკვდილი. მისი სიკვდილი იყო შეტყობინება ყველასთვის, ვინც აპირებდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, ვინც აპირებდა ჭეშმარიტების თქმას, ვინც აპირებდა დაპირისპირებას ძალაუფლების. შეტყობინება იყო მარტივი და საშინელი, თუ შენ ცდილობ შეცვლა სისტემისა, სისტემა შეგცვლის შენ. მაგრამ ეს შეტყობინება არ უნდა იყოს ბოლო სიტყვა. ეს შეტყობინება არ უნდა იყოს ის, რაც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. რადგან ხაბეიშვილის ისტორია არის ასევე ისტორია გამბედაობისა, რომ დაუპირისპირდე ძალაუფლებას, გამბედაობისა, რომ იბრძოლო იმისთვის, რაც სწორია, გამბედაობისა, რომ გააგრძელო მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ შესაძლოა წააგო. და ეს გამბედაობა არის ის, რაც საჭიროა დღეს, გამბედაობა, რომ ვკითხოთ რთული კითხვები, გამბედაობა, რომ ვეძებოთ ჭეშმარიტებას, გამბედაობა, რომ ვითხოვოთ სამართლიანობა, თუნდაც ეს მოვიდეს 29 წლის შემდეგ. რადგან ჭეშმარიტება არ ძველდება. სამართლიანობა არ იწურება. და მეხსიერება არ კვდება, თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მის მოკვლას. სოლიკო ხაბეიშვილის მეხსიერება ცოცხალია იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობდნენ მასთან და რომლებიც ინახავენ მის ისტორიას. ცოცხალია იმ დოკუმენტებში, რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ არსებობენ სადღაც, ელოდებიან სწორ მომენტს. ცოცხალია იმ კითხვებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის პასუხგაცემული. ცოცხალია იმ იმედში, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა და სამართლიანობა აღსრულდება. და შეიძლება ეს დღე არ არის შორს. შეიძლება ახალი თაობა, რომელიც არ ეშინია ძველი ძალებისა, გადაწყვეტს, რომ დროა ჭეშმარიტების გაგება. შეიძლება ვიღაც, ვისაც აქვს ის დოკუმენტები, რომლებიც ხაბეიშვილმა დატოვა, გადაწყვეტს, რომ დროა მათი გამოტანა. შეიძლება საზოგადოება, რომელიც დღეს უფრო ძლიერია, უფრო ინფორმირებული, უფრო მოთხოვნადი, გადაწყვეტს, რომ აღარ მიიღებს პასუხებს, რომლებიც არ არის პასუხები. და მაშინ ხაბეიშვილის ისტორია შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ტრაგედია, არამედ გახდეს კატალიზატორი ცვლილებისა, კატალიზატორი სამართლიანობისა, კატალიზატორი იმ საქართველოს აშენებისა, რომელზეც ხაბეიშვილი ოცნებობდა. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავივიწყებთ. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კითხვას, ძებნას, მოთხოვნას. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ სოლიკო ხაბეიშვილი არ იყო უბრალოდ სახელი ისტორიის წიგნში, არამედ იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, რომელსაც ჰქონდა გამბედაობა, იბრძოლა იმისთვის, რაც სწორია. ადამიანი, რომელმაც გადაიხადა უმაღლესი ფასი იმისთვის, რომ ეცადა გაეკეთებინა სწორი. ადამიანი, რომლის ისტორია არის გაფრთხილება, მაგრამ ასევე არის შთაგონება იმისა, რომ ერთი ადამიანი შეუძლია გააკეთოს განსხვავება, თუნდაც ეს განსხვავება არ გამოჩნდეს დაუყოვნებლივ. 29 წელი გავიდა იმ საღამოდან, როდესაც სოლიკო ხაბეიშვილის ცხოვრება დასრულდა იმ კიბეზე.
29 წელი, რომლის განმავლობაშიც საქართველო შეიცვალა, გაიზარდა, განვითარდა. ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც არ იცის ხაბეიშვილის სახელი, რომელიც არ იცის ის ისტორია, რომელიც მოხდა იმ ქაოსურ წლებში. მაგრამ ის სისტემა, რომელიც აიშენა იმ წლებში, ის სისტემა, რომლის წინააღმდეგ ხაბეიშვილი იბრძოდა, ის სისტემა, რომელმაც საბოლოოდ მოკლა ეს სისტემა ჯერ კიდევ არსებობს. ის შეიცვალა, ის ადაპტირდა, ის გახდა უფრო დახვეწილი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს. და ეს არის ის, რაც ხაბეიშვილის ისტორიას აქცევს აქტუალურს დღესაც, რადგან ის კითხვები, რომლებიც ის სვამდა, ის პრობლემები, რომლებთან ის იბრძოდა, ის საფრთხეები, რომლებსაც ის ხედავდა, ისინი ჯერ კიდევ არსებობენ. ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ხაბეიშვილი, ზოგიერთი მათგანი უკვე აღარ არის ცოცხალი. დრომ გააკეთა თავისი საქმე. მაგრამ ის სისტემა, რომელიც მათ წარმოადგენდნენ, ის მენტალიტეტი, რომელიც მათ ჰქონდათ, ის რწმენა, რომ ძალაუფლება და ფული არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჭეშმარიტება და სამართლიანობა, ეს ყველაფერი გადაეცა შემდეგ თაობას. და ამიტომ ხაბეიშვილის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია წარსულისა, ეს არის ისტორია აწმყოსა და მომავლისა. ეს არის ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ კორუფციის წინააღმდეგ დღეს, ის გაგრძელდება ხვალაც. რომ თუ ჩვენ არ ვითხოვთ ანგარიშვალდებულებას დღეს, ის არ იქნება ხვალაც. რომ თუ ჩვენ არ ვიცავთ ჭეშმარიტებას დღეს, ის დაიკარგება ხვალაც. მაგრამ არის თუ არა იმედი? არის თუ არა შანსი, რომ ხაბეიშვილის ისტორიამ ჰქონდეს ბედნიერი დასასრული, თუნდაც 29 წლის შემდეგ? პასუხი არის დიახ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ეს უნდა მოხდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კომფორტი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტაბილურობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მეხსიერება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დავიწყება. და შეიძლება სადღაც ვიღაც კითხულობს ამ ისტორიას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ დროა ისაუბროს, დროა გამოიტანოს ის დოკუმენტები, რომლებიც მას აქვს, დროა გააჯაროს ის ჭეშმარიტება, რომელიც მან იცის. შეიძლება სადღაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ხაბეიშვილის მეხსიერება იმსახურებს უკეთეს ვიდრე ჩუმი დავიწყება. შეიძლება სადღაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ სამართლიანობა, თუნდაც დაგვიანებული, არის უკეთესი ვიდრე უსამართლობა, რომელიც გრძელდება სამუდამოდ. და თუ ეს მოხდება, მაშინ სოლიკო ხაბეიშვილის ისტორია არ დასრულდება ტრაგედიით. ის დასრულდება იმედით, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის გამოდის, რაც არ უნდა დიდხანს იყოს დამალული. იმედით, რომ სამართლიანობა ყოველთვის აღსრულდება, რაც არ უნდა დაგვიანებული იყოს. იმედით, რომ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რაც სწორია, არასოდეს იბრძვიან ამაოდ, თუნდაც მათ არ დაინახონ შედეგები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. სოლიკო ხაბეიშვილი იყო კაცი, რომელიც განაგებდა შევარდნაძის ფონდს. მაგრამ ის იყო ბევრად მეტი ვიდრე ეს. ის იყო კაცი, რომელიც ოცნებობდა უკეთეს საქართველოზე. კაცი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ეს ოცნება გამხდარიყო რეალობა. კაცი, რომელმაც გადაიხადა უმაღლესი ფასი იმისთვის, რომ ეცადა გაეკეთებინა სწორი. და მისი ისტორია არის ისტორია, რომელიც ყოველმა ქართველმა უნდა იცოდეს, არა იმიტომ, რომ ის არის ტრაგიკული, არამედ იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი. არა იმიტომ, რომ ის არის წარსული, არამედ იმიტომ, რომ ის არის გაკვეთილი მომავლისთვის. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ სოლიკო ხაბეიშვილი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.